მოგესალმებით. გამარჯობა ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებელო. მოგესალმებათ პაატა და ნიკა შოუ, რადგან დღეს ხუთშაბათი საღამოა და ამის შეხსენება წესით აღარც გჭირდებათ ხოლმე. და აქვე მე ინიციატივით შემოვდივარ, რომ ყველა პარასკევი გამოცხადდეს უქმე დღედ. იმიტომ რომ ამ გაგანია ხუთშაბათ საღამოს დალევა გიწევთ და ხვალ სამსახურში წასვლა არასასიამოვნო პროცესი. იკითხავთ ალბათ, რატომ გიწევთ და გვიწევს დალევა, რა? კარგით რა. იმიტომ რომ ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს და ქეიფის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრანები და გიორგი შოშიტაშვილი. ზუსტად 5 დღის წინ 11 ოქტომბერს ჩვენი საფეხბურთო ნაკრები ესპანეთს ეწვია და მათთან 2-0 დამარცხა. არა უშავს ბიჭებო. თქვენ გენაცვალეთ მე. არა ბიჭოს თურქებივით 6-0 წავაგებდი. ხო, მერე მოინდომეს თურქებმა ჩვენთანაც რომ ამოეღოთ ესპანეთთან გაშვებული 6 ბურთი. მაგრამ ჩემი ფეხები. მაგის ჩიტები ვართ ახლა ჩვენ. 4-1-ზე მეტი ვერ მოგვიგეს. კი ბატონო, არა ბიჭო. სადა მაგათთან წასაგები 6-0. ეგღა გვაკლია. რაც თავარია ბიჭები ორივე თამაშზე უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ, დაბინავდნენ და მერე ისევ უსაფრთხოდ ჩამოფრინდნენ უკან. მადლობა ღმერთს და ორგანიზატორებს. ეს ორი თამაში კი წავაგეთ, მაგრამ სამაგიეროდ იმს ჩვენები უკეთ მღეროდნენ რომ დავაკვირდი. თან მე მგონი ისინი მეტი იყო. ძალიან საფადარბოდნენ, რა ვიცი, რაც ესპანელებს იამალი, ნიკო ვილიამსი და კარვახალი არ ყავდა, თორემ იცით რას უზამდი? დანარჩენები სუსტები იყვნენ და დაუთმეთ. თურქებთან კიდევ პირველ ტაიმში თამაში დავმალეთ. არა ბიჭო, მაგრამ ისე საგულდაგულოდ გამოგვივიდა დამალვა, რომ მეორე ტაიმში ვეღარ ვიპოვეთ. კი ბატონო, დაცვას რა უჭირს, მაგრამ თავდასხმაში გაგვიჭირდა. ცოტა. ესპანეთთან მთელ თამაში ერთხელ დავარტყით და კიდევ კარგი დავარტყით. თორემ ესპანეთის მეკარე ვერაფრით დაუნტკიცებდა ეჭვიან ცოლს, რომ ნამდვილად ფეხბურთის სათამაშოდ იყო წასული. მაგ თამაშს ილია თოფურიაც ესწრებოდა და ის იყო ერთადერთი ქართველი სტადიონზე, რომელმაც არ იცოდა გახარებოდა თუ წყენოდა ეს. მერაბდვალიშვილის რო ყოფილიყო იქ, აუცილებლად მოვიგე. არა უშავს, ნიკოლო, საწავლენ კიდევ შეგხვდებიან ესპანელები უკვე საქართველოში ჩვენ მოედანზე და ამოვადენ წვიში წმრად. მაგორითნოს. ნოემბერი წინა. მიდი ახლა შეცვალე თემოთორი დამეგლიჯადი. მართალი ხარ? ბათუმის აეროპორტმა მე-მილიონე მგზავრს უმასპინძლა და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. საჩუქარი მე-მილიონე მგზავრს კი არა. ვინც ითვლიდა მგზავრებს, იმისთვის უნდა გადაეცათ წესი. ყოჩაღს, მაღალი ნერვები გქონია შენი ეთიო წამი. ამ მე-მილიონე მგზავრს უცებ შემოეხვია ყველა და ამ ადამიანმა რა ხდება, რაშია საქმეო. არაფერი მე-მილიონე ხარ და საჩუქარი უნდა გადმოგცეთო. ამ კაცმა გავისკდა გული ვიფიქრე ეს განუბაჟებელი ჭადის ფილი და ტყევალი რომი მქონდა. მაღაზე მიჭერდი. ოიცი მე-მილიონე მგზავრს საჩუქრად გადასცეს თურმე ჩურჩხელები, ბევრი ტკბილეული ქართული ყვინო და სხვა რაღაცა ბევრი ხილი. ხო და ამ საჩუქრების ბაქი ჩაბარება იმდენი დაუჯდა კინაღამ დარჩა. ისე კალენდარი არაჩოქ ეს მაგკაც, ეს მაინტერესებს. რა უდო დამშვა ოქტომბერში ბათუმში, სამყუში, რას ვიკეთებ? რას გავუგებ ტურისტებს, ჩემო ნიკა? მოკლედ თემიდან არ გადაუხევ და დაბალ ბიუჯეტიანი მგზავრობის მოყვარულებისთვის მაქვს საინტერესო, ერთობ საინტერესო ამბავი. ერთ-ერთმა დაბალ ბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ 2026 წლისთვის
ფეხზე სადგომი ადგილების ბილეთი შეიძლება გაყიდოს. შეგენაცვალე, ჯერ დავიჯდარი ხო ღია, გული მაგღია და ახლა ფეხზე. აბა, რა სიზაღე შენ ხო ისედაც ვერ იტან ფრენას და ახლა რა ძალაა გიყვანს. ბორტზე. ესე რა მაინტერესებს, თუ რა ფასები ექნება ნეტა ბილეთებს. წინა რიგები 50 ლარი, ფეხზე დასადგომი 25 ლარი და თებზე ჩამოჯდება 5. აი ეგ ბოლო მინდა მე. არა ძმაო, მართლა საშიშია ასეთი ფრენა. უცებ შეიძლება მგზავრმა დაიძახოს. აქ გავიჩერე, ჩავდივარო. რა, არ თან წარმოიდგინე პილოტი რომ კაბინიდან გეზახის. უკან არის ადგილები და გადადი. იმედია პილოტისთვის მაინც ეკრება სკამი და ფეხზე დამდგარია. ალბათ ამ ავიაკომპანიის ბილეთები ონლაინ და სხვა კომპანიებში არ გაიყიდება. მანდაც დაზოგავენ ფულს და მგზავრები რომ ჩასწრებიან ჩამოივლის წვარწესა და დაიძახებს. აბა, მგზავრობის გადავიხადოთ. ეხლა ხო და მანამდე პილოტი რო ეუბნება მგზავრს, მიდი ერთი ჩადით წამოვაწვეთ ცოტა. არი ქოქება და წავაჯიგაო და თვითონ პროპელერს ვატრიალებს. ეფრენავის დასაკონდა. და გზაში რო გეტყვის პილოტი, თუ არ გეჩქარებათ აგერ გას გავასაფრავებ და უცბად ვიზავ ყველაფერს და მე ავიდეთ. არ გამიკვირდება მალე რიკოცეც გააჩერო და უფასო ოსტრი მიირთან. სხვათა შორის ხაშურის სამარშრუტოს მძღოლებს ვთქვათ, კიდევ ბევრ რამეს ისწავლითო ჩვენგანო. არა ბიჭო. კი, და ჰაერში გაჩერებებსაც მოაწყობენ და თვითმფრინავი რომ ჩამოიფრეს მგზავრი ხელით ანიშნებს. დავდგები. დავდგები. შეჭინო შევცვალოთ თემა გამისკდა. მეორედ. კი ბატონო. აი, გადასარევი ამბავი მაქვს. თიანეთის მუნიციპალიტეტში ყურადღებით ახალ დაქორწინებულები 5000 ლარს მიიღებენ. პირველ შვილზე 1500 ლარს, მეორეზე 3000, ხოლო ტყუპზე 10000 ლარს. თიანეთში. მოიცა, სადაო? თიანეთი მეთქი. მე თიანეთში არ გადავიდე? აი, გადავიწიო თიანეთში. არ არის ცუდი აზრი. ამ შემოდგომას ნახეთ თქვენ. თიანეთისკენ ქორწილიანობა, აგერ ბიჭები გვეტყვია. ანუ ახლა თიანეთში სიყვარულს კი არა, ფინანსურ სტრატეგიას დაგეგმავენ უფრო. თიანეთში პოპულარული გახდება კითხვა. ეგ გოგო გიყვარს თუ უბრალოდ საინვესტიციო პაკეტად? რა დრო მოვიდა? თიანეთში ქორწილი აღარ არის რომანტიკა. ესაა ბიზნეს პროექტი. პირველი შვილი სიყვარულის ნაყოფია, მეორე ფინანსური გაფრენა. მაგარია მეზობლებში ასეთი საუბარი რომ გაიმართება. დააკვირდი, აუ ძმურად რა, ბავშვის გაკეთებამდე 3000 და შევირბენ და არა, მაგარია, რა შევჩევივალი, როდის მოვა. ვერ შობა. არ მაცალეს ვიქ დავავიწყე. გამოდი, ქალო სახში ვალიგვა გასასტურებელი. კაია. თიანეთელ ბავშვებს რა ენაღვლება და დანიაში აპირებენ 15 წლამდე ბავშვებისთვის სოცმედიის გამოყენება აიკრძა. ბავშვს სოციალური ქსელის გამოყენებას აუკრძალა. აი, რას თავაზობ უკეთეს? გარეთ გავიდეს და ფეხბურთთან მოვიდეს სახში დაყიდე წიგნი აიგოს ხელში და იკითხოს. არ გიცოდებათ მომავალი თაობა დანიელებო, აი. აბა ბიჭო, ბავშვები იძულებული გახდებიან გაიცნოს საკუთარი მშობლები და კეთილდღეობა. კარგია, სამაგეროდ მშობლები შვილებს 15 წლის დაბადების დღეზე Facebook-ის პროფილს აჩუქებენ. რამ ხელას სიყვარული იქნება? აბა, თურმე საქართველოშიც აპირებდნენ იგივეს გაკეთებას. ოღონდ ჯერ ისეთ ადამიანს ეძებენ, ვინც ამის გაკეთება იცის. ისე ხუმრობა იქეთ იყოს და მშვენიერი აზრი. აბა, შვილს ამოდი ჭამე და ჩადიო მესენჯერში რატო უნდა მიწე? ხო შეიძლება აინდან გადასძახო. ადამიანურად. კი. გადაირია მოკლედ მსოფლიო. უზბეკეთში
ხელოვნური ინტელექტის დანერგვის გამო 2000 ჩინოვნიკს ათავისუფლებენ თურმე სამსახურიდან. ხო, გადარეულები არიან ეს უზბეკი ჩინოვნიკები. დაველაპარაკოთ კაცო. ერთი ამ ხელოვნურ ინტელექტს დაველაპარაკოთ, ეგება თანაშემწეებად მაინც დაგვტოვონ. მაგრამ ვერა. ინტერნეტი ჭედავს და იქ ველაპარაკები. სამაგიეროდ ევროპაში ხდება სასწაულები. მიდი? ხორვატიაში გველგესლამ თრალკაც უკბინა და მოკვდა. ეს გველგესლ. ხოდა გველგესლებში საყოველთა ვაცრები იწყება თურმე თრალი კაცებისგან დასაცავად. რატო სამო ჩემი ცოლი რომ მეჩხუბება? კი არის მიხარია გინაცოდოს ჩემი. გველგესლასგან ვიცავ თავს. და მომისმინე ერთი კითხვა მაქვს შეთა. გადაღების მერე დღეს რა გეგმები გაქვს? რა ვიცი არაფერი ისეთი. მე არ გინდა გველგესლებისგან თავი დავიცვათ ცოტა და კი ბატონო. მე ვიცი კარგი ვაქცინა რომელ რესტორანში აქვს. ძალიან მაგარი. რა სიტყვით ვიტევოთ თქვენ? ავიდე. გამოთქვა ხომ გაგიგონიათ თორალი კაცი? ხამი კაციო. წამოვლენ ბიჭები, ზაბა რა სიზამენ. თქვენ კიდე გაითვალისწინეთ ქალბატონებო, ქმარი რომ დათვრება, ნუ დაუწყებთ კბენას და ნუ დაგესვათ. თუ მაინც და მაინც ცეცხლიდან ნავთი დაალევინეთ და რო გამოფხიზდება, მერე უკვე. შვენიერი რჩევა. ახლა კიდე უფრო საოცარი ამბავი. აი ეს არის აი მაგარი. აი რო იტყვა გლეჯოა. ელტონ ჯონმა ხო იცი რომ ჩვენი ელტონ ჯონმა მისი მუხლისგან, საკუთარი მუხლისგან, ანუ მუხლი ელტონ ჯონის მუხლისგან სამაჯური დააბრძოლა. რა უცნაური კაცია, კაცი. წარმოიდგინეთ მუხლი აქვს მაჯაზე. და ამიდები რო იცვლება, თურმე სამაჯურით კივა. აღმარცხე რუადი სამაჯური ჭრაჭუნობს. ეგ ისეთი მონდომებულია, შეიძლება კულონიც გააკეთებინოს 2 წელი. კი ბატონო და არც ის გამორიცხო სალამურის გაკეთებას უნდა. მუხლისგან, ან ეს ლავიწის ძვალი. კი ბატონო, აბანები თავი. ისევ სპორტს დავუბრუნდეთ ჯობია. არ გამომიგეთ სამაჯური. მარა ხაროს მუხლები. გილოცავთ, კრისტიანო რონალდუ პირველი მილიარდელი ფეხბურთელი გახდა. გადარეულა ისე კახარები ეს ამბავი და იმის სანას უპრა გაშალა თურმე მეორე დღეს ისევ მილიონერობაზე იყო ჩამოსული. ხოლო ბადრი დევნოსაძე ხარაგაულის ჩხერიმელას პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დროულად აიღო ხელფასი. ასლიტია რონალდუ მილიარდერი. ხედავ ჩემო პატა, სად წავიდა ფეხბურთი? არა და ხაროს რო კითხო 22 გამოშტერებული დასდეს ერთგულს. ქართველმა ჟურნალისტმა კითხა კრისტიანოს. როგორ იშოვე პირველი მილიარდიო, მაგრამ კრისტიანომ არაფერი არ უბაზოხა. არა, უზდელი რა შუაშია, კაცო. ქართულად დასული კითხვა ვერ გაიგო. მოკლედ, ბედნიერი კაცია კრისტიანო. ანუ ახლა რისი თქმა გინდა შენ მაგით რომ ფულშია ბედნიერება? არ არის ეგრე? მაშინ რონალდუ უბრალოდ ძალიან კომფორტული უბედური. თუ ესე არის, კი ბატონო, ჩემით სპორტის თემაში და ახლა ცოტა უცნაური სპორტის სახეობაზე უნდა გამცნოთ. მე მაინც მუხლზე ვფიქრობ. არა, ეს სპორტის სახეობაც მოგეწონება. ჭადრაკ კრივი. იცოდით ასეთი სპორტი? კი კაცო. ეგ კი არა სხვა სახეობების დაკავშირებაც იგეგმება. ფეხბურთი დომინო, კარატე ჯოკერი და კალათბურთი სეკა. კარგი სპორტია ჭადრაკი კრივი, მაგრამ ცოტა თავის ტკივილები იცის.
მოდი ცოტა წესებიც გამარკვი, ხა წესებში ჭადრაკის შემდეგ კრივი როგორ იწყება, აი დაუშვა. რა უნდა, ძალიან მარტივია, წაგებული, აგის შარდება და ეგან. ჩვენი ერი სპორტი ყოფილა, უბრალოდ ეგა ჯერ ჭადრაკით უნდა დაიწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ვერ მიხვიდე ჭადრაკა. თავისთავად. კი ბატონო, მაგარი განსხვავებული სპორტია. ჯერ ჭადრაკი გიხსნის ტვინს და მე ამ გახსნილ ტვინს კრივი გიკეტავს ისე. ჭადრაკრივი ესაა სპორტი, სადაც დაფიქრების შემდეგ პირდაპირ გირწყავ. და თუ ვერ მოიგებ ჭადრაკში, შეგიძლია მოწინააღმდეგე ცემ. ერთი ჩემი ნაცნობი მუშაობდა ნარდი წყალბურთის იდეაზე, მაგრამ მერე ნარდი წყალბურთი. რატო გადაიხდა? დუშაში გააგორა და კიდევ დაიხდა. მაშინ ჭადრაკრივს მივაწვეთ ჯობია. მანამდე კი ჩვენს მაყურებლებს შევახსენოთ, რომ ჩვენ შოუში მუსიკალურად უკრავს და კეიბის განწყობაზე გვაყენებს ხსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი.